სალომე ფხოველიშვილი, თეა ხუციშვილი, ეკა ფხოველიშვილი. უნდა გადაგვენაწილებინა ჩანსაღი პროდუქტი ფერების მიხედვით. წვანე ეს არის დასაშვები, რაც შეგიძლია ძალიან ბევრი მიიღო ადამიანმა, ჩემი აზრით. ყვითელ ფერზე ისეთი პროდუქტი, რომელიც ბევრი არ შეიძლება, თუმცა შეიძლება. წითელზე რაც არ არის სასარგებლო და სასურველი. ვაშლს ვდებ მწვანე ფერზე, ვაშლს დავდებ მწვანეზე. ავოკადოსაც მოვათავსებ მწვანე ფერზე. ხილი ძირითადად ვაშლი, ყურძენი, ყველანაირი ყურძენი, ვაშლი, თევზის პროდუქტი იყო, დავდე მწვანე ფერზე. ასევე ყურძენს დავდებ მწვანე ფერზე, ყურძენს დავდებ მწვანეზე. ყვითელ ფერზე დავდოთ თევზი, ყვითელზე დავალაგე რძის პროდუქტი და მოდი ფუნთუშაც დავდე, მახსოვს. ყველს და მაწონს ყვითელ ფერზე. მაწონს დავდებ ყვითელ ფერზე. ყვითელზე. რაც შეეხება წითელ ფერზე დავდე სოსისი იყო, რომელიც საერთოდ ამოღება შეიძლება მენიუდან. დანარჩენი რაც იყო, სოსისი, ჰამბურგერი, დონატი, არ არის ჯანსაღი ორგანიზმისთვის. ბურგერს დავდებ წითელ ფერზე, ჰამბურგერსაც დავდებ წითელზე. წითელ ფერზე, ნამთხრებს დავაწყობ წითელზე. ძალიან ვისიამოვნე ამ აქტივობებით. შვენიერია, გასართობია, სახალისოა, სასარგებლოა. საინტერესოა ჩემთვის, რას იტყვის პროფესიონალი. როდესაც ვუყურებ ხოლმე ასეთ სიუჟეტებს ლუკას მიერ მომზადებულ ძალიან საინტერესო მასალას, ჯერ ერთი მაქვს სიამაყე იმის გამო, რომ ადამიანებმა ისწავლეს კვებით შუქნიშანი და ადამიანებმა შეიყვარეს კვებით შუქნიშანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გადაცემისთვის. მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წახნაგი, რომელიც მე ვფიქრობ დღეს მაყურებელმა ადვილად შენიშნა. როგორც წესი, პედაგოგები აძლევენ ხოლმე დავალებას თავის მოსწავლეებს და შემდეგ აფასებენ როგორ შეასრულეს დავალება. დღეს მოხდა ისე, რომ ჩვენ ნახეთ როგორ შეასრულეს დავალება პედაგოგებმა. დავალება, რომელიც კვებით შუქნიშანს უკავშირდებოდა და მე უნდა ვთქვა, რომ სალომემ, ეკამ, თეამ წარმატებით შეასრულეს ეს დავალება და განსაკუთრებით თვალშისაცემია მათი გამოცდილებაც, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით დაუგროვდა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც უნდა გამოვყო, უკავშირდება მწვანე ზონას და იმის თქმა, რომ მწვანე ზონა გულისხმობს ძალიან ბევრი სასარგებლო პროდუქტის გამოყენებას, ფიქრობ დასაზუსტებელია, იმიტომ რომ თუნდაც ძალიან სასარგებლო პროდუქტი ძალიან დიდი რაოდენობით შეიძლება არც თუ ისე სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი ორგანიზმისთვის და საერთო ფრაზა, რაც ამ ქალბატონებისთვის იყო დამახასიათებელი და საერთო განწყობა არის მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა დავიცვათ კვებასთან დაკავშირებით, ზომიერება, რომელიც გულისხმობს ფერებთან მიმართებაში საკვების შერჩევასაც, დანიშნულების მიხედვით საკვების შერჩევასაც, ვარგისიანობის თვალსაზრისით საკვების გამოყენებასაც და ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად სიყვარულის, კეთილგანწყობის და თუ გნებავთ გემოვნების შესაბამისადად არჩევას. ეს იყო ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მე ვფიქრობ ნებისმიერი კვებითი შუქნიშნის შემდეგ ქმნის ჩვენ შთაბეჭდილებას და გვაფიქრებს ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მსგავს სიტუაციაში და ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებდით.